მე მართლაც ძალიან მტკივნეული განშორება გამოვიარა ჩემს ცხოვრებაში. განკორცინება, რომლის დროსაც საბოლოო ქონებრივი შეთანხმება იქნა მიღწეული. ქვეყანა უსაფრთხოების მიზეზების გამო დავტოვე. და მას შემდეგ, რაც ქვეყანა დავტოვე 9 აპრილს, ჩემი Commonwealth Bank-ის ანგარიში გაიყინა და ჩემი თანხები ონლაინ ბანკინგის საშუალებით აღარ იყო ხელმისაწვდომი. შემდეგ კი 30 ივნის ჩემი Westpac-ის და National Australia Bank-ის NAB ანგარიშებიც გაიყინა და წვდომა შეიზღუდა. ახალ სამხრეთ უელსის მთავრობას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა ამის გასაკეთებლად, მაგრამ მათ ეს მაინც galaketეს. და რომ არა ის ფაქტი, რომ ღმერთი მეხმარება ამ სიტუაციაში გავერკვე, ძალიან დიდ პრობლემაში ვიქნებოდი. გირჩევთ ყველას, გქონდეთ ცივი საფულე, სადაც შეძლებთ თქვენი ბიტკოინის გადატანას და დაგროვებას, რათა შეინარჩუნოთ თქვენი სუვერენიტეტი. რადგან ჩემს შემთხვევაში მე არაფერი დამიშავებია. და კულისებში ვიღაც ცდილობდა ჩემი თავისუფალი ნება დაემარცხებინა და ჩემზე კონტროლი დაემყარებინა. კარგი და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ყველაფერს გავართვი თავი, იყო ჩემი ურთიერთობა ღმერთთან, მაგრამ ასევე იმიტომაც, რომ მქონდა ეს ბიტკოინი როგორც ოფლაინ საცავი. ასე რომ მიიღეთ ეს როგორც გახცხეება. ისინი შეგიძლებიან გაკონტროლონ. იმ წამსვე, როცა სოვერენტის, ანუ ღმერთის მიერ მოცემულ უფლებას დაიცავ, ისინი დაიწყებენ შენს კონტროლს.